ეს ძალიან საინტერესო დღეველდება. ნამდვილად და გიორგი მოგიწოა რომ დავიწყოთ. წავედი. დღეს ფესტივალის მესამე დღეა. ჟიურის წევრები უკვე ადგილზე არიან და ემზადებიან ფილმების საყურებლად და მასტერკლასების მოსასმენად. ფესტივალის მესამე დღე წარმატებით მიმდინარეობს. ჯიფონის მასტერკლასებს დღეს პირველად დაემატა ფოტოგრაფიის ვორქშოპი. ჟიურის წევრები ხვდებიან ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილს, ისტორიკოს ზაზა აბაშიძეს, პოეტ რატია მაღლობოსა და ოსკარზე ნომინირებულ რეჟისორ გიორგი ოვაშვილს. დღევანდელი ვორქშოპების ტრენერები არსებულ ფესტივალს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ძალიან კარგი რომ ასეთი ფესტივალის ფარგლებში არა მარტო კინოზე იყო კონცენტრირებული მთელი ყურადღება ბავშვების, არამედ აი ესეთ ზოგად საგანმანათლებლო საკითხებზე, როგორც არის ლიტერატურა, არის რაღაც ფილოსოფიურ საკითხებზე იყო საუბარი და ნუ ისტორიაც. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი ბავშვები არიან და რაც თავარია, ალბათ გაუგვივრდებათ ინტერესი ქართული კულტურისადმი და ქართული ისტორიისადმი. ძალიან კარგი იდეა არის ფილმაზე იმ ქვეყანაში საიდანაც წამოვიდა ძალიან წარმატებული იტალიაში და ეს აუცილებლად იქნება წარმატებული საქართველოში. მე ვფიქრობ რომ ბავშვებისთვის ამ ფესტივალის ჩატარება ჩვენ ქვეყანაში ბავშვებს უფრო მეტად გაუხსნის, ასე ვთქვათ, მათ ხედვის არეალს უშუალოდ კინოსთან მიმართებაში, უშუალოდ კინოფესტივალის კონტექსტში მეტი ჩართულობა ხდება ამ შემთხვევაში ბავშვების უკვე უშუალოდ პროცესში და ვფიქრობ რომ თავისთავად ასეთი ღონისძიებები მხოლოდ და მხოლოდ კარგ დადებით მომავალ წრებს ეხმარება. ფესტივალის მონაწილეები ესწრებიან ფილმებს Black Diamonds და Mateo, მართავენ დისკუსიას. ბერად მაისურიანი ახალგაზრდები გარდა ამისა ერთობიან და მხიარულობენ. უკვე ბევრი ჯიფონელი დამეკობრდა.